უყურეთ რა სიდენი აქვს. აი ჩინეთში აწყობილი ავტომობილი. მოდი აბა შეადარე ამის სალონი ნებისმიერ სალონს. აი შეადარე. აი შეხედე რა სალონი აქვს. აი შეხედე. აი უყურე როგორ არის, რა არის განსხვავება. დათო, ამის კარები უფრო დიდია უკან, ხო? ვიდრე იმის. უყურე ახლა რა არის. აი ტაქსისთვის თავარი რა არის და ჩვენ ამაზე ბევრი განცხადება გავაკეთეთ. ეს არის ხონჩის ახალი მოდელი. აი შიგნი დიზაინი მთლიანად შეცვლილია, ცხვირი, უკანა მხარე, აბა ჩაჯექი. აი უყურე, ხო შენ დიდი ბიჭი ხარ. აი უყურე, აი ხო ჩაჯექი. და ახლა წინ წარმოიდგინე რამოდენა ადგილია, ხო? აი, რამოდენა ადგილია, ხო? აი ეს უნდა ტაქსის მძღოლებს, რომ კმაყოფილი იყოს თვითონ მომხმარებელი. წავედით. გიო, უყურე. ჩვენ ყავს აქ კიდე ერთი, აი ესეც ელექტრო სხვა მოდელი BYD. აქ ჩვენ ყავს კიდე ერთი მაგარი Porsche. აი ძალიან მაგარი Porsche. უნდა ეს ახალგაზრდებს და ყიდულობენ. წამოდი. ბატონებო და ქალბატონებო, აი ეს და ყველა ახალგაზრდას მინდა უთხრა, რომ აი ეს რაც თქვენ ნახეთ ბათუმში, ქუთაისში და თბილისში, ნახავთ ხვალ თელავში, ეს დიდი შრომის შედეგია. მე და გიორგი კიდევ წავალთ, ნახავთ და უფრო მაგარ ცენტრებსაც მომავალში გავაკეთებთ. მე მინდა გიორგის ვარ, ძალიან მაგარი კმაყოფილი, იმიტომ რომ ვარჯიშობს და რომ თხოვე რომ წიგნი ხელში დაიკავე, იმის შემდეგ ჰამბურგერი გადააგდო და წიგნს მოკიდა ხელი. და მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ საქართველოში ჩვენ რო ახალგაზრდები გვყავს, ესეთი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს. უბრალოდ უნდა პატარა ხელის შეწყობა და ხელი ახალგაზრდებს უნდა შეუწყოთ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები შევქმნით რაღაც ორგანიზაცია და სტუდენტები გაერთიანდნენ და რაც შეგვიძლია უკითხავთ ლექციებს და ვეუბნები თუ როგორ არის უკეთესი და ეს ჩვენი გავლილი გზები, ეს ანალიზი რო გაუკეთონ და გამოიყენონ ეს ჩვენი გამოცდილება. ანახეთ აბა დათო, აი ცენტრი, აი ამას ქვია ცენტრი. ეს არის ევრო სტანდარტების ცენტრი. დათო, აქედანაც ანახე. აი, უყურე გიო როგორ არის და მოსახლეობას მინდა უთხრა. აი, პური უნდა გამოაცხობიო მეყურეს. ეს საქმე მე ვიცი და ბევრი სხვა საქმე